მე ვიცავ სინდისის პატიმრებს, ლევას კიკნაძეს, საბა ჩიქიას, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ისა პატიმრს. ამ აქციების მონაწილე ვარ, ოღონდ ეს მონაწილე ვარ ტელევიზორიდან კი არა, თავად დავდიოდი ამ აქციებზე, მაგრამ მე როგორც ადვოკატს ჩემი აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე არ შემეძლო რობოკოპების წინახაში ყოფნა, იმიტომ რომ ხვალ პროცესზე უნდა წახვიდე და სხვა დაცვის ყოფები ვიყოს დასაცავი, ამიტომ ვიყავი უკანა ფლანგში, ასე რომ ვთქვა. ამის შემდგომ, როდესაც მოვლენები განვითარდა, მე მინდოდა რომ ამ ბიჭების დასაცავად ყოფილიყავი უკვე ჭალებში რომ ვთქვა რობოკოპების წინ, ანუ ჩემს პროფესიაში. Absolut, განისაკუთრებას რომ არ არის საჭიროთაშის დაკვრა და გაითვალისწინეთ ძალიან უფრო შეგვიძლია ზრუნვაცემენ. ეს დამიკავშირდნენ, მითხრეს რომ დაკავებული იყო საერთოდ რომ ადმინისტრაციულად იყო დაკავებული და მე ღამის 4 საათზე ლევას კიკნაძესთან იზოლატორში შევედი. სულ რამოდენიმე კითხვა დაუსვი და უკვე მივხვდი რომ ის სისხლსამართლებრივად იყო დაკავებული და რეზო ისეთი გულუბრყვილო იყო იმ დროს, რომ არც მოწმობა უთხოვია, არაფერი პირადად არ მიცნობდა და კომუნიკაციის სადღაც შუაში ვეუბნები, რომ მეთქი რეზო, იქნებ შემოგზავნილი ვარ, რა იცი ვინ ვარ. ესე ნუ ენდობია და მე იმიტომ რომ მე кейში ისეთი ამბავები განვითარდა, ისეთი თემები განვითარდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეზო ამაზე ყოფილიყო გაფრთხილებული. მე რომ ფეხი შევდგი იზოლატორში მანამდე უკვე ძალიან დიდი ხნით ადრე გაცნობიერებული მქონდა თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა და რა როლი აქვს ადვოკატს და როგორ უნდა მოიქცეს. ცეცხლი ოლიგარქია! რევოლუცია ვაშეგანტიო ვირფასო მკითხველო ილია ჭავჭავაძე. მონობას არადოდეს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუს პოეტის სისხლის ბოლო წესამდე წამეთაკეთი მომეს. ქართველი რუს პოეტის სისხლის ბოლო წესამდე ჩამეთედელება. წამოიდინე სიმართლე იცი რა. სიმართლე იცი რომ შენი დაცვის ქვეშ ყოფი დააკავეს სხვა ადგილას, არაადამიანურად მოეყვნენ და აწამეს. და ეს სიმართლე იცით შენ და შენმა დაცვის ქვეშ ყოფნა. არავინ დაგიჯერებს. სახელმწიფო წარმომადგენლები თუ მტკიცებულება არ დაუდე, ჩვენებით მარტო არაფერს არ იზავენ. და 72 საათის განმავლობაში მეტროსადგური უნივერსიტეტი არის ესეთი, მე ამ ტერიტორიაზე, როდესაც ლევას კიკნაძე დააკავეს, დავდიოდი. ყველა შესაძლო ადამიანს ველაპარაკებოდი, რომ აი ამ დროს, დღეს რომ მოხვედი, თქვა 10-ის ნახევარზე, ხო სამსახურში მიდიხარ, ესე იგი ერთი კვირის წინათ სამსახურში მიდიოდი. ხომ არ შეესწარი ფაქტს, რომ ბიჭმა ესე დააკავეს და შეიყვანეს პოლიციის ოთახში. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ ლევას კიკნაძე მეტროში არაა დაკავებული, ლისზე დავაკავეთ. სადღაც მეორე დღეს მე უკვე ვიცოდი, რომ სწორ ადგილას ვიყავ, იმიტომ რომ ნახე ადამიანები, ის იყო დამლაგებელი მეტროსი, რომელმაც მითხრა, რომ იცი რა, ზუსტად ამბავი მომყვა, ეგრე იყო. რა, მე დამლაგებელი ვარ, ჩემო ოჯახს ვინახავ ამით და მე ვერაფერს ვერ გეტყვი. ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას მეტყოდა და ესეთი ადამიანის 6 ადამიანის სახელი და გვარი ვიცოდი უკვე მეორე დღეს. კონტროლერი ქალი აღმოჩნდა, რომელთანაც მივედი ქალბატონი ნელი და ვუთხარი რომ ვიცი რომ შენ სიმართლე იცი თქო რა, გარკვეული მქონდა უკვე. და თუ იტყვი თქო მაგ სიმართლეს შენი შვილის თუ შვილიშვილის ხელა ადამიანი უბრალოდ თავის სიმართლეს წარმოაჩენსო და ამ ქალმა მითხრა რომ რაც არ უნდა იყოსო და რაც არ უნდა მოხდესო, მე ვიტყვი ამ სიმართლესო და ამ ქალმა დაადასტურა და კადრებიც არსებობს ამისი, რომ ლევას კიკნაძე არის დაკავებული რეალურად მეტროში და ამით ასევე დადასტურდა, რომ ლევას კიკნაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და არ იყო სალაროსთან მისული. ის იყო მე ვიღაცა ესე იგი უფორმო ორი იყვნენ უფორმო ახალგაზრდა ისინი და ესე მოკიდეს ხელი ამის და შეიყვანეს პატრონი თქვენ ოთახში. სანამ ამ кейსებში ჩავერთვებოდი, კრეში წაგებული საქმე არ მაქვს. და ყველა кейსზე საკუთარ სისხლს, ოფს და ჯანმრთელობას ვწევ. ამ кейსებში, როდესაც ჩავერთვე, ვიცოდი რომ 1%-იც არ იყო ალბათობა იმის, რომ
სასამართლო მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი დაცვის ყოფილი მეუბნებოდა ზუსტად, რომ აი რატო აკლავ ესე თავს ყოველდღე ციხეზე შემოდიხარ პროცესზე ხედავ, რასაც აკეთებ, არ იქნებაო რა ესე და ჩემი დასკვნითი სიტყვა ზუსტად ნიკოლოზ ჯავახიშვილის თუ არის თქვენთვის ცნობილი იწვნებოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილს და არა მოსამართლეს, რომ მე შენ აგიხსნი, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს რა და გეტყვით ამას. თუ არსებობს 1%-იანი ალბათობა პირობითად. მე მჯერა რომ იმ 1%-ში 100% უნდა გააკეთო რისკებითაც შეიძლება და მე არ მჯერა სიტყვების რომ აზრი არ აქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც თუ რაღაცას მოკიდებს ხელს, იქიდან აუცილებლად გამოიყვანს. და ჩვენ განაჩენის ნაწილში რომ ვიმშილოთ, რა თქმა უნდა განაჩენი არის ცუდი, მაგრამ ვნახეთ ის რომ მძიმე დანაშაული, რომელიც იყო 225 მუხლი, გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმეს. ეს არ არის კარგი შედეგი. კარგი შედეგი არის გამამართლებელი განაჩენი. მაგრამ ამ საქმეში კარგი შედეგი იცით რა არის? ის არის რომ აუცილებლად რევას გიგნავს ის საქმეს. სტრასბურგის სასამართლო დაადგენს დარღვევას და მე ქართული სასამართლოს სტანდარტზე არ მქონია არასდროს სწორება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის ესეთი ჩანაწერი, რომ ხარე მომტკიცებულებები ერთმანეთს უნდა გაუცხოვონ 5 დღის ვადაში და 5 დღის ვადაში უნდა შეიტანოს სასამართლოში ეს. 5-ის ნახევარზე მიუტანე გამომძიებელ აღნიშნული მასალები და სასამართლო მუშაობს 6 საათამდე. და ამას ქონდა რიგი სამართლებრივი გარემოება, რატომ არ მივიტანე უფრო ადრე და უფრო დილით. და ამას იურისტები მიხვდებიან, ვინც უყურებენ ზედმეტი გაშიფვრის გარეშე, რატომ მივიტანე ბოლო წუთებში. და ეს მასალები, როდესაც მივიტანე, გამომძიებელმა ნამდვილად გულს მოუდუთუი, პატიოსნად ჩაიბარა ეს მასალები. და მე შემდგომ მე მქონდა საათნახევრიანი ვადა, რომ ორთაჭალიდან თიხუმში გამეტანა აღნიშნული დოკუმენტები. ეცით რა მოხდა? მოხდა ის, რომ დაახლოებით ორთაჭალის ტერიტორიას, როდესაც გავწვდი 5 წუთის სავალზე, 5 ეკიპაჟი მაჩერებს. უბრალოდ მაჩერებენ, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად მივდიოდი. ესეც საქმეებზე მარტო არასდროს დავდივარ, იმიტომ რომ მე არ დაგიჯერებენ, რომ ესე მოხდა. და წარმოიდგინეთ, წინიდან საპატრულო, უკრინდან საპატრულო, გვერდიდან საპატრულო, ეს ხა შუაში არის მანქანა და ორი კიდე იქით და ანუ რა ხდება თქო ვეუბნები და ოპერატიულად გადმოცემული არის ინფორმაცია, უნდა გადავმოწმდეთ, ანუ ეს ხრეკა არ არის რა, უნდა დაგვეოდოთ, გავარკვიოთ ინფორმაცია, ტერიტორიას ვერ დატოვოთ. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს, აი ეს გარკვევა, რატო ვერ დავტოვებთ, რატო ვერ წავალთ და ასე შემდეგ. დაახლოებით იმ დრომდე, სანამ 6 არ დააკლდა 10 წუთი და მე გითხრეს, რომ თავისუფლად ვართ. და სასამართლოს ტერიტორიაზე მივედით 7-3 წუთს. და რა თქმა უნდა, ჩვენი მასალები არ ჩაიბარეს. მიხედვით, რომ იქ იყვნენ. და ამას არავინ დაიჯერებდა. იყო, არ იყო, შენ მასალა გაქვს შესატანი და უნდა შეიტანა. გამოსავალი მოუძებნა ის, რომ კანონში არ არის პირდაპირ ჩანაწერი თუ მასალა როგორ უნდა იქნას შეტანილი, ავიღე და ყველაფერი დავასკანერე და მეილზე გავუგზავნე სასამართლოს. მაგრამ პრეცედენტი არ არსებობს ქართული სამართლის ისტორიაში, ჩემთვის რაც ცნობილია, რომ სისხლის სამართლის მასალები დასკანერებული სახით გაგზავნილი იყო სასამართლოში. მოხდა ისე, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო მიცით, რომ გაიზიარა და 4 დღით ადრე შეტანილი მტკიცებულებები დაუშვა. ეს აი ჩვეულებრივად მოქალაქე, რომელიც იურისტი არ არის, იმისთვის აი რა მოხდა ეგრე ჟღერს. ჩათვალე, რომ აი შენობას რომ თავარი საძირკველი გამოაცალო, გამოძიება ეგეთ რაღაცას უკეთებდა რევას კიკნაძის საქმეს, იმიტომ რომ ვერ გაანეიტრალეს, კარგად ჩავატარეთ გამოძიება და მოდი არ მიუშვათ ვადაში იქ და იქნებ რაღაც მოხდეს, მაგრამ ამ ნაწილში ვაჯობთ. რამოდენიმე ეკიპაჟმა განზრახ გამაჩერეს, შეჩერებული ვყავართ. ვითომ და შემოწმებისთვის არ გვიშვებენ. არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მე რომელიმე ერთთან შევსულიყავი. აუცილებლად შევდოდი ყველა ჩემს დაცვის ყოფთან. ეს ბიჭები რომ მოდიან, მე სხვებსაც ხომ შევხვედრივო და შენ მათ ელოდები, შენ გრძნობ, რომ ჩვეულებრივ ბრალდებულს არ იცო. ჩვეულებრივ ადამიანს ციხეში ყველა მიცის, რომ ეს ბიჭები იქ ხედან ქვეყნის სიყვარულის გამო.
მე გულისხმობ რიგით მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, ვინც იქ იმყოფებიან. აი ეს ადამიანები, როდესაც მოდიან, მე ვხედავდი უცხო სხვა ბრალდებულები ამ ბიჭებს როგორ ესალმებოდნენ, როგორ მოიკითხავდნენ. აი ამ ყველაფერს ხედავდი და ხედავდი ეს ადამიანები როგორ პატივისცემას იმსახურებდნენ იმ პირებისგანაც კი, რომლებიც იქ რაღაცა შევა მძიმე დანაშაულებზე ისხდნენ. ძალიან ცუდი ამბავი არის, მაგრამ ამ ძალიან ცუდმა ამბავმა გააკეთა ის, რომ ერთი დიდი ოჯახად გვაქცია, მაგალითისთვის საბაჯიქიას ნაწილზე რომ ვისაუბროთ, მე ვხედავდი საბაჯიქიას მიმართ ერთი კაცის პროცესი იყო, ხო? ჩვენ გვყავს 11 პირიანი და 8 პირიანი кейსი, მაგრამ საბაჯიქია იყო მარტო. სხვა მასთან ერთად არავინ არ. მე ვხედავდი ადამიანები როგორ ვერ შემოდიოდნენ, ვერ ეტეოდნენ სხდომის დარბაზში. მე ვსაუბრობ პირველ დარბაზს, ყველაზე დიდ დარბაზზე ვსაუბრობ და კარებთან როგორ ელოდებოდნენ. ეს განაჩენის გამოცხადებასო. ჩვეულებრივი ერთი მიმდინარე პროცესი როდესაც არის და მე ვხედავდი ასევე იმას, რომ აი ეს 150 კაცი რომელიც იქ ისხდა, როგორ ყველა მათგანი აი საბასთან ცდილობდა რომ კომუნიკაციაში შესულიყო ამ დისტანციაზე მაინც გაიმხნევებინა, რაღაც თავისი სიტყვა მიეწვდინა და ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო. ეს ყველაფერი არის ის, რასაც არ ვიცი, ადამიანი ალბათ შეიძლება თელი ცხოვრება იცხოვროს და ეს ვერ ნახოს. სისტემა მის ადამიანები ვერ გატეხა, იმით ვერ გატეხა, რომ რაღაცა უკეთეს პირობას შემოგთავაზე, რაღაცა უკეთეს ბენეფიტს მოგცემ. ეს ადამიანები მე ვხედავდი, რომ აი აქციების დროს რომ იყვნენ და რაღაცას აპროტესტებდნენ, ციხეში ყოფნით ეს პროტესტი და ბრძოლა კი არ შეწყვიტეს, პირიქით შეიძლება უფრო მეტადაც გაუძლიერდა. მე ესე ვთვლი, რომ მე ამ ბიჭებს რომ ვიცავ, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და მადლობელი ვარ რომ მომentes. მე ცხოვრებაში არ მყავდა გმირი და ცული, ისინი ალბათ თავის თავს ესე არ უწოდებენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის რომ გმირს ვიცავ და ვიცავდი.